მოგესალმებით. მოგესალმებით. ნუ ამხანაგი ბაჩო ვირუს ებრძვის და შემოგვიერთდება. დღეს არაო. მოდი ირაკლი კობახიძის კი ბატონო გაიკეთეთ აცრა. ირაკლი კობახიძით დავიწყოთ, იმიტომ რომ ჩემი აზრით თავარი რაც მოხდა არის ეგ. გავუშვით? პირველი ირაკლი კობახიძე რამე გვაქვს თუ ისაუბროთ? სასაუბრო თემა, არც არის საჭირო. ჩვენები იყვნენ იმ ქვეყანაში, არაბთა საემიროებში და 6 მილიარდის ინვესტიცია წამოიღეს. უპრეცედენტო რაოდენობის თანხა 6 მილიარდი არის. ის თანხა, რომელიც საქართველოს ეკონომიკას ძალიან დაეთყობა და უსმინე არაბთა ემირატების წარმომადგენელს, იმ კომპანიის წარმომადგენელს, რომელიც ამ ფულს ჩამოდის, თქვა რომ სადაც ჩვენ შევედით, ამ 6 კიდე 6 მოყვა, ანუ ბუმი დაიწყო. და ეს ფული იდება უძრაობაში. არაბთა საემიროს გარანტირებული აქვს, რომ 6 მილიარდი იქნება უსაფრთხოდ, მას არავინ არ შეეხება და ასე შემდეგ. გინდა ისავიღოთ, რა ქვია, ნებისმიერი celebrity, გინდა UFC, რომელიც ჩვენ ესე ძალიან მოგწონს და ეხა ხუთეულში არის მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია და ასე შემდეგ და ასე. ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება დუბაიში, იმიტომ რომ დუბაი და აბუ-დაბი არის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები. შესაბამისად, ისინი როდესაც ინვესტიციას აკეთებენ, ეს არის ბოლომდე დაცული, ბოლომდე გააზრებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ მოვისმინეთ ქართული სახელმწიფო მოღვაწეების განცხადება, ჩინოვნიკების, გალოვრიშვილი იყო, მე თუ არ ვცდები, უკაცრავად შეიძლება მეშლება, რომ სპეციალური ჯგუფი შექმნეს ნაცებმა და ჩავიდნენ და ცდილობდნენ აი ამ გარიგების ჩაშლას. ხო, ნუ არ ვიცი, რამდენი ხანი უნდა ვითმინოთ ეს? არა, შალვა, ნაცებისგან მიჩვეული ვართ, ეხა სალომე სამადაშვილი თვითონ ამბობდა, რომ მე ესე იგი სპეციალიზირებული ვიყავი იმაში, რომ ევროპის კარდაკარ მევლო, ლევან ხაბეიშვილთან, იმასთან რა ქვია, კანდელაკი წარბებ გადამული რო არის, ერთად დავდიოდით, რომ ჩაგვეშალა ნებისმიერი მოლაპარაკება. ესენი არიან შიდა კოლონისტები, ჩვეულებრივი მოვალეები. იქ არ გამოვიდა, დღეს ვიხილეთ, ვაქხანალია ევროპის პარლამენტში და ევროკავშირშიც ვნახეთ ჩვენს დიპლომატებს ლურჯი პასპორტებით შეეზღუდათ შესვლა, ჩვეულებრივი პასპორტებით შევლენ და ლურჯი პასპორტებით ვერ და რაღაცა პრობლემები შეექმნა ჩვენს დელეგაციას, საპარლამენტო დელეგაციას იქ ლეგიტიმაციისთვის. ნუ ორბანი გამოეხმაურა ამას უკვე და მოუწოდა რომ სოროსელებს და გლობალისტებს მოუწოდა რომ შეწყვიტონ ჩვენი დისკრიმინაცია, მე ერთს ვიტყვი. არ დარჩა ბევრი დრო. ანტაპუნქტით დაეცემა თქვენი რეჟიმები. დიდო ევროპულო სახელმწიფოებო. აგერ ვარ მე, აგერ ხარ თქვენ და ვინ დასცემს, რა თქმა უნდა, საქართველოს ამას ვერ შეძლებს. რუსეთიც, რა თქმა უნდა. და სხვათა შორის დაეცემა, არა ეცემა, იმიტომ რომ ეს არის გარანტირებული ევროსკეპტიკური ესე იგი ევროკავშირი გადაიქცა ბოლომდე ბიუროკრატიულ მოდელად, სადაც ეროვნული სუვერენული სახელმწიფოების ინტერესები ბოლომდე ირღვევა. შესაბამისად, როგორც ტრამპმა დასაწყისში თქვა, რომ ევროპის ტელეფონის ნომერი არის ორბანის ნომერიო, ეს გაგრძელდება. მოდი არ გვინდა ბევრი საუბარი, ევროპა და ევროკავშირი დღეს არის თავარი გერმანია და საფრანგეთი, ხო? ხო, მოდი გერმანიაზე ვთქვათ რა. გერმანია და საფრანგეთი. საფრანგეთი ვერ აკომპლექტებს მთავრობას, ლეგიტიმაციას ვერ იღებს პრემიერი. მაკრონი არ არის ხალხის რეპრეზენტატორი. 20% აქვს, მე მგონი, ისტორიული მინიმუმი აქვს. საუბრობენ გერმანიაში AfD-ს იმაზე, რა ქვია, დაკენსელებაზე. რომელიც ნუ კანონია. არ გამოვა. ხო, რა თქმა უნდა, რომ ეს არის ყოვლად მე AfD-ს ხელმძღვანელის სხვათა შორის ილონ მასკი ასაფურთებს AfD-ს, ილონ მასკი თავისი, არ ვიცი, ალგორითმებით თუ რაღაცა მანქანებით და ფულით გინდა ფულით, გინდა იმით, იმიტომ რომ არგენტინაში ის მილეი არის ილონ მასკის ტიპი, AfD არის ყველაზე ისეთი წარმოსადეგ კანდიდატი, რომელიც ამბობს, რომ გერმანიას უნდა კონდეს პირველი თავისი ვალუტა, უნდა გამოვიდეს ევროკავშირიდან, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საფრანგეთში ყველა მე მყავს ძალიან ბევრი მეგობარი საფრანგეთში,
რომლებიც მიყვებია რეალურად რა ხდება, Frexit-ი არის ისეთი რეალური, როგორც არ ყოფილა აქამდე. ნუ ამ მაკრონის ხელში არ გამოვა. ხო, საფრანგეთის და გერმანიის დაეგზიტება ევროკავშირიდან ნიშნავს ევროკავშირის დაშლას, ხო? მე ერთ ვიტყვი მე და ის რა ქვია, ამერიკის გამოსვლა ნატოდან, ალბათ ამერიკის დაშლას, ხო? ამერიკის არა, ნატოს დაშლას. ბოდიში, ხო, მე მუსმინე AfD-ს ლიდერის ვიდეო მიმართვას. თავარი პრობლემა რაც ეს ქალი ლაპარაკობს, ხო შეიძლება ძალიან მაგარი ქალია. ეს ქალი ლაპარაკობს ემიგრაციულ პოლიტიკაზე, რომელმაც დაღუპა გერმანიაო და ყოველ დღე თითქმის კვირაში ერთხელ ხდება ისლამისტი ტერორისტების ოღონდ არა ტურისტების, არამედ უკვე იქ მცხოვრები ხალხის საზარელი თავდასხმები, ბავშვებზე, მოხუცებზე, ქალებზე ყოველად გაუგონარი სისასტიკე გერმანიის ქუჩებში. ანუ იქ რო ჩახვიდე ტურისტად, არ ახარ გარანტირებული რაღაც სიგიჟეში არ მოხვები. და სხვათა შორის ყველა და ძალიან ისეთი მიმართვა რა გერმანიისთვის ცოტა უცნაური, იმიტომ რომ ცოტა ნაციონალისტური სულით არის გაჟღერებული. შესაბამისად, მე მინდა ვთქვა, რომ გერმანია არის ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე. თუ გერმანია არ გადარჩება, თუ ეროვნული გერმანია არ გაჩნდება, რაც დიდი პრობლემა ალბათ ბევრისთვის. გერმანია დაიღუპება. და უფრო მეცაც გეტყვი, რამოდენიმე თვის წინ ახლანდელმა მთავრობამ დაანონსა ის, რომ ესე იგი ემიგრანტებს გაუადვილდებათ მოქალაქეობის მიღება, იმიტომ რომ გერმანიის ეკონომიკა იღუპება, ყოველ წელს აქ 0.5%-იანი უკუკლება და შესაბამისად ესე იგი მიგრაციით და სამუშაო რა ქვია მუშახელით ცდილობენ ამის ესე იგი დაანონსებული იყო რომ გამარტივდება მოქალაქეობის მიცემა, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა აი საიმიგრაციო მიმართულებით მართლა იყო უნგრეთსა და შვედეთში. უნგრეთმა ეს მოაგვარა მეტწილად და შვედეთში არის უნგრეთმა მოაგვარა, გაყარა ხალხი კაცო. ხო, და მაგის გამო არა, უნგრეთში ორბანმა მოაგვარა. ორბანმა მოაგვარა და მაგის გამო პრობლემები ჰქონდა და შვედეთში პერ კაპიტაზე არის მაგალითად მექსიკის კალიბრის კრიმინალი. კი, სხვათა შორის. და მოდით ახლა ერთი თემა ანუ არც მეტი, არც ნაკლები. 14 წლის ბავშვები ყავთ დაქირავებული მოსაკლავად, რომელსაც არ ეხება ერთი თემაც აღნიშნოთ ახლა შაბათის რაღაც გაუგებარი აქცია ჩვენთან ბავშვები მოვიდნენ რაღაცებს ყვიროდნენ მე დავწერე კიდეც სტატუსი და ახლაც გეტყვით რომ ჩვენ მეპროტესტებო არასოდეს არ დაგვიბალავს ჩვენი პოლიტიკური აფილირება და ვის უჭერთ ხარს ძალიან მაგარი მესიჯი იყო ერთი შალვა და ბაჩო აიზეთოსო და გური არაო და აზე თუ არა არის ან მე რატო არ უნდა ავიზეთო მაგი შენ გაარკვიე ხო და შესაბამისად ჩვენ არ დაგვიბალავს არასოდეს ჩვენი პონჩი ვარ ხო ჩვენი პოლიტიკური აფილირება არ დაგვიბალავს არასოდეს ჩვენ დაარსების დღიდან ლიბერდებილების წინამდე გვიყავით დაარსების დღიდან და ვართ კერძო არხი მოხვიდი აქ რაღაცა მოგთხოვო კი ბატონო του სადმე გალდაჩკა გაქვს ჩასაწერი და რაღაც შესრულებული აქციის რაღაცა აჩოტი გაქვს გასაგზავნი კი ბატონო მოდით მაგრამ სიგიჟია და ფორმატ უცნაური იყო მოვიდნენ 10 წუთი არა ალბათ იხმაურეს და წავიდნენ გაიქცნენ ნუ წავიდნენ რა გაქრნენ მოდი გავუშვათ ახლა ნანა ბუთხუძის აი ამ მსახიობის მინდა დავიწყო საშინაი ბოროტების უკიდეგანო მანქანა რა მაგაზე დგას რეალურად პროპაგანდაზე დგან მაგრამ ჩვენი ძალა არის სიმართლეში ჩვენი ძალა არის სიყვარულში ჩვენ ძალიან გაბრაზებულები ვართ ჩვენ მართლა ძალიან გაბრაზებული როგორ შეიძლება მე არ ვიყო გაბრაზებული აი ტკივილა ის ხეულის ტკივილამდე ჭრილობებამდე დასული ტკივილები მაგ სიბრაზისგან მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი შვილი სტოლა ბიჭებს და გოგოებს საშინლად აწამებდნენ აი ხედავ მსახიობები რა მაგრები არიან არა ეს აი შენ ხშირად ლაპარაკობ აი ვიტყვი და მე გააკეთე შენ ხშირად ლაპარაკობ ჭარბ რეალობაზე ხო ჭარბი რეალობა ვიღაცა ქმნის ამას და манипуляციურად იყენებს ვიღაცისთვის ეს არის ცხოვრების წესი რომ აუცილებლად თუ არ გადააჭარბა დრამაკვინი ხويا ასეთ ადამიანს ისე ვერ ცხოვრობს რა შფოთი თუ არ აქვს მე არ ამგონია რომ ჩვენი ქვეყანა დრამაკვინებს უნდა გადავაყოლოთ ეს ერთი წამება ისეთი სიტყვა რომ ამ ქვეყანაში წამების ისეთი მაგალითები გვაქვს რომ
ეხლა მიმდინარე მოვლენებთან თავი უნდა შეიკავო რაღაცაირად, რომ ეს წამება, სიტყვა წამება არ თქვა. ჯობილის სახლში თოზე არ ლაპარაკობენ. წამება არ ვიცი ამ ხალხს დანახი აქვს თუ არა, მაგრამ მეც მაქვს ჩემი თვალით დანახი, ძალიან ბევრს გვაქვს რას ნიშნავს წამება დანახი და ნაგზნობიც გვაქვს და შეხსენება საჭიროა ალბათ, მაგრამ ნუ საქართველოში წამებაზე ესე ხელაღებით ლაპარაკობენ, არ მოსულა. და კიდევ ერთი რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. მოდი აი მორალური ასპექტიდან ჩამოვიდეთ, პიედესტალიდან ჩამოვიდეთ ყველანი და შევხედოთ რეალობას, ხო? ძალა, აქეთ ძალა იქით. ის ძალა ვერ აღწევს მასებამდე. მიუხედავად იმისა, რომ პოპულარულებიც არიან, ტელევიზიებიც აქვს, ინტერნეტ პორტალები, რა ვიცი, ყველაფერი. მედია აქვს. შეიძლება ჩვენზე მრავალი. მაგრამ მასებამდე ვერ აღწევს. იმიტომ რომ ის მესიჯი, რაც მიაქვს და ის ფორმა აბსოლუტურად მიუღებელია ქართველთა უმრავლესობისთვის. აბსოლუტურად. აი საჭმელში ჩაფურთხება თანაგზნობა რაც იყო მადამი, ის თანაგზნობა გაანულაო ვერ ვთქვი, მაგრამ ძალიან დასცა. ეკლესიაზე დარტყმებმა, ანუ მასების მომხრობა თუ გინდა, შენ ხარ პასიონარული უმცირესობა. პასიონარული უმცირესობა ხარ, კი ბატონო, მაგრამ იმისთვის რომ ძირეული გარდაქმნა მოახდინო, შენ მასები უნდა აღაგზნო და ვერ აღაგზნებ. აი ამ რიტორიკით, აი ასეთი ტყუილებით, ეკლესიაზე თავდასხმით და გარდავისა ყველაზე მნიშვნელოვანი ეს დავასრულებ. სოფლიოში შეიცვალა ნარატივი. შენი იქაური მხარდამჭერები ამერიკაში. ყველაზე მთავარი ეგ არის. ფეხებზე კიდიათ შეაჩერეს ყველანაირი დახმარება, ქალი-ქალია და კაცია-კაციას რომ დასინოდონ, ეხლა ტრამპმა სლოგანად გამოიყენა და ამერიკის ახალი დევიზია. მორჩა, აი ეს მოდი ესე ვთქვათ, საქართველოს ყოველთვის ესე იგი საბჭოთა კავშირის პერიოდიდან და საბჭოთა კავშირის განსხვავებით ვთქვათ ამერიკული იმპერიისგან ქონდა როგორი მოდელი იცი რომ სწავლობდა იმ ეთნიკურ ჯგუფებს რომელზეც ქონდა გავლენა მაგალითად ამერიკაში ხო კი არა და ამერიკული მოდელი გულისხმობს იმას რომ ავღანეთში ჩაატარონ გეი პრაიდი ან მაგალითად იაპონიასთან ომის პერიოდში როდესაც ყველა სტატისტიკა აირია და აიკირავეს რუდ ბენედიქტი რომელმაც თქვა რომ თქვათ ეს ყველაფერი სხვანაირია რა ამერიკას თავისი აროგანტული პოზიცია აქვს საბჭოთა კავშირს ჰქონდა სრულიად სხვა მიმართება ჩვენთან გვინდა არ გვინდა ჩვენთან ხო გვინდა არ გვინდა მოგწონს არ მოგწონს ამას თავი დავანებოთ ქართველი კოსმოსში წავიდა მოიგო მსოფლიო ომი იყო ქართველი ხო იყო წარმოდგენილი მეცნიერების უმაღლეს რანგში. შეგვიძლია ქართველი პირადად კი გაფრინდა კოსმონავტი არ იყო, არამედ ნუ ქართველი იყო ნაწილი ხო, როგორც ერიხ ფრომი რო ამბობს, რომ ყველაზე ღარიბი რომაელიც ამაყობდა. იმპერიის შვილი წავიდა, კი ბატონო, ხო. ხო, ეთნიკურად ქართველი შეიძლება, მაგრამ მე ეთნიკურად ქართველი იყო, ესე იგი მეცნიერებაში ეთნიკურად ქართველი იყო ყველაზე პრესტიჟულ დარგში, ხა გვინდა არ გვინდა, ეგეც ის არის, რა ქვია, თუ გვინდა ქუჩის ეკონომიკა რაღაცა მნიშვნელოვანი საკითხია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ხელოვნებაში? ხელოვნება იყო რენესანსი, სპორტი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგ დროს შეიქმნა. ამ პერიოდის მერე იწყება უკიდურესი დეკადანსი. დღეს ჩვენ წარმოდგენილები ვართ ევროპასა და ამერიკაში, როგორც არ ვიცი, იაფი მუშახელი და ჩვენ ვერ ვქმნით გინდა ხელოვნების, გინდა მეცნიერების ნიმუშებს ისეც, რომელიც ბაზარზე იქნება გაყიდვადი. და რატომ იცი? იმიტომ რომ ის ეგრეთ წოდებული დახმარება ეხმარება მარტო ინჟინერებს და თავარი რაც არის, არც ევროკავშირმა, არც ამერიკამ რეალური ინვესტიციები რეალურ ეკონომიკაში არ ჩადო. აგერ გეუნება ის არაბი კაცი. 6 მილიარდი მომაქვს და ვაშენებ უძრაობას. შენ ხო ხვდები ამას რამდენი მუშახელი დაჭირდება, რა ინფრასტრუქტურული პროექტებია, რა აპარატურა, რა მანქანები, ეს ყველაფერი იქნება აქ. და შესაბამისად ეს ძალიან გავს იმას, რომ არა მხოლოდ რაღაც ერთ პროექტში, არამედ ქართულ ეკონომიკაში შესაბამისად საქართველოში ისხდება. სხვათა შორის კომენტარის გაკეთება მინდოდა იმაზე, რომ ის ნარატივი მოკვდა მეტროპოლიაშიო შენახსენე რა. ხო. ესე იგი ჩვენ ეხლა რატო უყვებოდი ჩვენ 70-იანებში, 60-იანებში, 80-იანებში არ ვიყავით ვთქვათ უთავმოყარეო ქვეყანა. ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელსაც პატივს სცემდნენ, რომელსაც ითვალისწინებდნენ და ასე შემდეგ. ჩვენ 90-იანების მერე და განსაკუთრებით მიშას შემდეგ
და ყველაზე ხატწერი გამოსახულება ამის არის ნიკა გვარამია რო ელაპარაკება თუ არ ვწდები ვანო მერაბიშვილს რომ 1-2 უცხოელის სახელი მივაწეროთ და всё ყველაფერი გაправებულია რა ის თემაო იმიტომ რომ უცხოელი ამბობს ესეო ჯონი და რაღაცა რა და ისეთ პერიფერიად რო გადავიქეცით, სადაც ესე იგი იმაში რა ქვია მეტროპოლიაში, ანუ ნიუ-იორკში რო თქვა, რომ გრავიტაცია არ არსებობს, ჩვენი NGO-შნიკებიც იმას იტყვიან, რომ გრავიტაცია აღარ არსებობს, რო თქვა, რომ ჟანგბადი ადამიანს ზეარამოვა ჟანგბადი ადამიანს არ ჭირდება, ასე შემდეგ. ყველაფერი ესეთ პერიფერიად საქართველოს არ უნდა გადაქცეულიყო და ამაზე მაგარი მაგალითი გვაქვს კაცო სახალხო დამცველი ტიპი ამბობს რომ ცალ ფეხზე უნდა ვიდგეთ ევროპა თუ გვეტყვის ამას და მაშინ კითხვა როდესაც აი იქ მეტროპოლიაში თავარი ამათი გურუ ამერიკის პრეზიდენტი ამბობს იმას რასაც ჩვენც ვერ ბედავდით რომ გვეტყვა ხო კი ცალს ალტინფოს ნარატივზე დაждდა კი და ეგეც უნდა გავარჩიოთ ხო და რატო აი ხო ხდები შენ ხო ამბობ რომ რასაც ის სიტყვის სიმართლეა რატო გაითიშნენ რატო არც კი ლანძღავენ გადაწყობის პერიოდი მოდის გავუშვათ ერთ წამს სანამ გავუშვებთ ვიდეო გავუშვათ ანუ მე მგონია რომ თუ არ ვწდები კვირა დღე იყო ტრამპმა რაც თქვა ზელენსკიზე აბაბიჯო ეგეთი ესე იგი ნახე რისი თქმა მინდა არსებობს გაკეთებული საქმე, რომელიც ესე დაждდება და არსებობს საჯარო საუბრის და ვერბალიზაციის, ხო, თავის ეთიკა და წესები. მაგალითად, პუტინმა ამ ომს დაარქვა სპეციალურ სამხედრო ოპერაცია, ხო და არა ომი. ტრამპმა თქვა, რომ ეს ომი დაიწყო ზელენსკიმო, მას შეეძლო მისი არიდება და სტამბულს შეეძლო კიდე ამ ყველაფრის დალაგება. ესეთი გადაგდება ადამიანის, ესეთი დაფარჩაკება მე ისტორიაში არ გამიგია. ესე იგი მსახიობმა დაიწყო ყველაფერი და შეცვალა არა, მოდი მე სხვას გეტყვი რა. ძალიან პრაგმატიკოსია ეს ჩვენი ტრამპი. ანუ პუტინთან გარკვეული გარიგება ზელკა უნდა. იმისთვის რომ პუტინთან ზელკა დადოს ზელენსკი ხელს უშლის ამაში. იმიტომ რომ ზელენსკის იმდენი მაგრამ შალვა ეგ ამერიკის ინტერესია. დავასრულებ. ზელენსკი უშლის ხელს, იმიტომ რომ ჯერ ერთი პიროვნულად ვერ იტანს. ზელენსკის თხოვა რომ ბაიდენზე ინფორმაცია მომაწოდეო და ბაიდენ შეუძრა ზელენსკი. ეს ერთი. მეორე თვითონ ზელენსკის აღარ აქვს ხოდი. ზელენსკი იმდენი კრედიტი გასცა იქაურ მაცხოვრებლებზე, რომ რო თქვას ეხლა რომ მოდი გავყინოთ, დავიხიოთ, უკან შეჭავენ, მაინც შეჭავენ, მაგრამ მაინც. შესაბამისად ზელენსკი არ ჭირდება არანაირად და პუტინიც ეხმარება ამაში და ეუბნება რომ ზელენსკის არ დაველაპარაკები, მხოლოდ შენ ევროპასაც არაო. მხოლოდ შენ დაგელაპარაკებიო. და აქედან გამომდინარე ის ზელენსკის უხეშად, ძალიან უხეშად, აი ბიზნესმენურად ხო და მაგას ვამბობ რომ შეიძლება უფრო ეთიკურად გაგეკეთებინა, იმიტომ რომ ეს ამერიკის ინტერესია. შალვა, ნახე, გინდა არ გინდა ამერიკის ინტერესია რა ეგ. არა. ნუ იყო თვეების წინ იყო ჩვენ მაღაზე არ გვეძახდნენ მოღალატეებს კაცო. როგორც მოაგვარა. გავიგე და ჩვენ მაღაზე არ გვეძახდნენ მოღალატეებს. ხო, გასაგებია, სხვა ქვეყანა არის ძალიან მეორე ფრონტს ჩვენგან მაგიტო არის. ჯოსკი მსოფლიო არის. უყურე კოლუმბიაში მეგობრებო. გავიგე და ამერიკა არის. დაიჭირა კოლუმბიელი ემიგრანტები, ჩაყარა თვითრინავში, კოლუმბიამ არ მიიღო სანქციები, უბრალოდ სანქციები კი არა, გაუძვირა 25%-ით გაუძვირა ყავა, იქ რაღაცა ხილი, დედა უტირა პრაქტიკულად ერთ წუთში ეკონომიკას კოლუმბიის და ნახევარ საათში პრეზიდენტმა კოლუმბიის პრეზიდენტმა დათმო. ნუ სხვათა შორის. ეგ არის, უყურე, ეს არის მსოფლიო, ეს არის. კი ბატონო, ხო და მე არ ვაკომენტარებ სხვა საკითხებს. გრენლანდიაზე რაც თქვა პუტინს ეგეთი არ უთქვავს არასოდეს. სხვა რამეს ვამბობ. უკრაინის საკითხი ამერიკის ინტერესი ხო იყო? აღარ არის. აღარ არის როგორ თვეების წინ ხო იყო? აღარ არის მორჩა, აღარ. გავიგე და თვეების წინ იყო? ნუ თვეების წინ რევოლუცია მოხდა რა შენ თეთრგვარდიელებს. ხო, მაგრამ არ შეიძლება ისე თქვა, რომ იმა რა ქვია, ზელენსკიმ დაიწყო. შეიძლება მართლა ეგრე მოხდა. რა უთხრა? რა თქმა უნდა რომ ეგრე მოხდა, ზელენსკი არ დაუწყია ჯერ ერთი, მოდი დავიწყოთ თვალთან. სხვამ დაიწყო ცოტა იქით. ზელენსკი ვინ ჩემი ფეხებია, მაგრამ რა უთხრა? რა მსახიობმა დაიწყო ომი და მსახიობს შეეძლო ამის აძლევა. ცოტაღანიაცა და იტყვის კიდევაც. უყურე, რას ამბობს? შეგვეძლო დაგვედო გარიგება სტამბულშიო. კი. და ბორის ჯონსონმა ჩაშალა ყველაფერი. ბორის ჯონსონმა არა, იმან ჩაშალა. ნუ ბრიტანეთმა. არა. იქით ჩაიშალა. ამერიკელებს გარე შეგძელთ არ ჩაიშლებოდა რა. ბრიტანეთმა უფრო კი ბატონო. ხო, ნუ მოდი რა პირდაპირ თქვა რა. არ კითხავდა ეხლა ბაიდენს რას ამბობს. კი. შესაბამისად
მას უნდა რომ მთელი ეს ნაგავი შეტენოს ბაიდენს, თვითონ მოაგვაროს და თქვას რომ აი 100 დღეც არ გასულა, რაც აქ ვარ და სისხლის ზღვა შევაჩერე. მორჩა. და პლუს რა თქმა უნდა, სანქციების მოხსნა რუსეთისგან არ უნდა შეგონია. მაგრამ შალვა არსებობს შეჩერების მეთოდები მეთქი. ეს არ არის ეგეთი კაცი, რა ვქნათ ახლა. ხო, მაგრამ ეს ტრამპი და ამერიკა არ უნდა გაუმიჯნოთ, რა. ეს ჩემთვის იყო, აი, ყბა ჩამომივარდა რა. ესეთი რამე ქართულ ოცნებას საერთოდ არ უნდა. ქართულ ოცნებას პუტინს არ უნდა. ეს ანუ ტრამპმა თქვა, რომ ზელენსკიმ შეეძლო ომის არიდება თავიდან ტყუილად მოკლა ხალხი. და ასე შემდეგ. პუტინს კიდევ რაღაც პრეტენზიები ჰქონდა, რა თქმა უნდა, მიუღებელი საზღვრები შეცვალა, მაგრამ რეფერენდუმი ჩაატარა, იქ რაღაცები იწვალა პუტინმა. ამან პირდაპირ დაურეკა ეხლა 40 წუთი აკაჩავა რა. პირდაპირ ის ხალხი აკაჩავა. რა შეუნება, იცი? მილიარდად მომყიდეოდა. მაგარი ამბავი. სად არის ევროკავშირი? რატო არ იცავს ევროკავშირი დააწვედა დანიის საზღვრებს? ჩვენთან რო აქვს დიდი გული კასტრაცია, ხო, მეორე მსოფლიო. და შალვა ამ რასკლადში ჩვენ ქართველ ლიბერალებს და ნაცებს რა ეშველება? აი მოდი გავუშვათ დევდარიანი, ქეთი, ერთ-ერთი ლიბერალი, რის იმედია, გავუშვათ. მე ყოველი გადაცემის წინ მაქვს ირაციონალური იმედი, რომ არ დამხვდება ეს ხელისუფლება პარასკევს ხელისუფლებაში. ნახოთ, ის შეაწუხებს და წავა. აი, ამის იმედი აქვს. კი ბატონო, არა, ქეთი დევდარიანი ძალიან სწორი გოგოა, მორწმუნეა და ისეთია. რა მორწმუნეა? ფუნდამენტალისტია, ლიბერალია. ხო, გასაგებია. ანუ ქეთი დევდარიანი არის გიჟი. გასმოზულია, კი. არა, ქეთი დევდარიანი არის გიჟი. აი, თქვათ, გაინტერესებს ბერძენიშვილების, რაღაცა ვაშაძის, აი, კობერის კუტაბიჭი გაინტერესებს? გავუშთავა ძალიან საინტერესო ამასა. კუტაბიჭი თუ რაღაცა ჩემი თავში არსებული ფიქრი მე მჯერა და ჩემ თავს ვარ წუნებს საშხაპეში რო ვიძინებ მაშინ მეტროში როცა ვფიქრობ მე ხო ჩემ თავ ყველა წელს უნდა დავარწმუნო რომ კი მე ხო ყველა მე რატომ მეშინია ომის რატომ არ იქნება ომი იმ სიტუაციაში რა სწორი ქმედებაც მე წარმომიდგენია და ის არგუმენტები რისაც მე ჩემ თავს ვაჯერებ და მჯერა რატომ არ შემიძლია რომ სხვას დავაჯერ ის სხვა ჩემზე სულელად მიმაჩნია ჩემზე იდიოტად მიმაჩნია თუ რა ამ პროცესს ანუ პოლიტიკაში ეგრე ყოფნა არ მინდა რომ რაღაცები სულ ფილტრო, იმიტომ რომ ის სხვა ვერ გამიგო რომ იმას საკმარისად ის ვერ მიწდება და არ მგონია მე ჯერ არც სწორი არ მგონია და დიდად არც მართალია იყო რეალური შიში არის უმრავლესობაო გააჩერეთ ჩემზე იდიოტები არიან უმრავლესობაო და მე თუ მაქო ჭკვიანური არგუმენტებიო ამ არგუმენტებს იდიოტებს როგორ ვერ დავაჯერო დავიწყოთ იქიდან რომ ამ კაცზე იდიოტი არ ვიცი არის მრევლი სადმე არ არის მეორეს ერთი მაინტერესებს რა საკუთარ თავთან დიალოგი ხო საკუთარ თავთან ჭადრაკის თამაშია. ანუ ჯერ ასეთი დონის ჩაშვება და ინსპირაცია რომ საკუთარ თავს ესაუროს ეს კუტაბიჭი მას არა. კაი, ნუ დავუშვათ მოხდა სასწაული. რა არგუმენტებს ეუბნება საკუთარ თავს? ეგ არის საინტერესო რომ ომი არ იქნება. ფრი მარკეტი გააჩერებს რომ რელიგია არა, ეგ ფუკუიამას თემაა, რომ ვაჭრობა კლავს. არა, даже ფუკუიამაზე ზემოთ, აი, იმენა რელიგია ამისთვის, ეს ბაზარი დაარეგულირებს, ხო? ესეთი დებილი და ვერ ხვდება, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძე, რომელიც ასევე მორწმუნე ფრიმარკეტ ფუნდამენტალისტი იყო, შეიცვალა და გახდა ჩვეულებრივი აგენტი და გამყიდველი. ანუ ისინი და ზურა ატყუებს ამ პარტიას, რომ მე ისე ვისვა. ხო, აი, მაგალითად და ეს და დებილი ის მეორე ჩელერო არის, ის რა ქვია, ზორბაჩელი. ხო, ზორბაჩელი. ნანკა კალოტოზიშვილსაც მოусმინოთ. ჰანა არენტი, ოკეი. კი ბატონო. ყველამდე გავიაზროთ, რომ რეალურად ძალიან ბევრი პრობლემაა და უნდა გავერთიანდეთ და ჩვენ ქუჩაში გამოსულ ადამიანებმა მე მგონია, რომ პერიოდულად უნდა ტაქტიკა ვცვალოთ და შეიძლება მეტი დისკომფორტი უნდა შევუქმნათ ფსევდო ხელისუფლებას. რა არის? ანუ როგორ უნდა შევუქმნათ დისკომფორტი ქუჩა გამოსულმა? მაგრამ ეს არ არის ქუჩა გადაკეტონ კაფეებში ჩაუფურთხონ ხო მაგრამ კარგია სუდი არა თქმა უნდა მაგრამ ეს თუ გააკეთეს საერთოდ ძალიან მალე დასრულდებიან ქუჩის გადაკეტვა როცა თვითვიზარია და უბრალოდ ჩვენ ნახეთ ანადოლიძე როგორც კეთებს ქუჩას ხო ეგ ხელისუფლებას არ უქმნის დისკომფორტს პირიქით ეგ უქმნის უბრალოდ მოქალაქეებს რომლებსაც იმაში რა ქვია კაფეში ჩაფურთხება ხო რა თქმა უნდა მე დღეს თქვი მე მაინტერესებს იმ ბიზნესის თავში ჩამახედა არ ვიცი ვინც ამას ლეგიტიმაციას აძლევს რომ მის სტუმარს ჩაუფურთხონ
არა მე უბრალოდ რა მაინტერესებს რომ ეს ქართულ ხასიათში ეს ჩაფურთხება, მივარდნა არა მე არ მეჯერადი არ არის არ ყოფილა როცა მიშას ვებრძოდით ბიჭები მივარდნენ რამდენჯერმე მიშას კონკრეტულ მიშას რომ მერის ზედამხედველობის სამსახურმა ეს კაფეები უნდა დაკეტოს იმიტომ რომ მან და არის საფრთხე სიბინძურის არა მართლა ვამბობ შეიძლება რა არა მე უბრალოდ აი ეს ტელეფონით მივარდა და შეიმინგი ხო არა მარტო აქ სხვაგანაც ფარგლებს გარეთ მიშას დროს ბიჭები დაჩსაგურები და ბიჭები მიუვარდნენ რამდენჯერმე სუშის რო ჭამდა მიშას და ძალიან დიდი რისკის ქვეშ იყვნენ აბარა ეგ იყო არ მიუვარდნენ არავის არც პარლამენტის წევრებს თუ რა პრობლემა იყო შალვარა აზე მელაპარაკები მიშას დროს ესე იგი მანქანის დასიგნალებაზე კლავდნენ ადამიანებს იყო ეგრე ზედმეტი სიგნალის გამო სიგნალზე შარდენზე მოკლეს ტიპი კი ბატონო ანუ სიგნალზე იმაზე კი არა რამეზე მოდი აი დოლიძე საინტერესო განცხადებით გავუშვით როგორც ჩანს, აქ გადაწყვეტილია პირდაპირ და არაპირდაპირ ჩვენ გვაიძულონ რომ ამ ქვეყნიდან წავიდეთ. ან უნდა ჩაგვსვან, ან დაგვიჭირონ, ან ისე არაკომფორტული უნდა იყოს, რომ ჩვენი ქართული პასპორტებით ქვეყნიდან წავიდეთ და მადლობა ღმერთს. მიღებული აქვს ქართულ ხალხს და მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ აქ ვიცხოვრებთ. ეს არის რკინის გადაწყვეტილება. ქართული ხალხის სახელით რატო ლაპარაკობთ? ხო და ჩვენ ხო ვთქვით რომ პირიქით არის დისკომფორტს თვითონ აპირებენ რომ შეგვიქმნან. ხო, მაგრამ ჩვენ ხო ვთქვით რომ იმას აღარ უშვებდით. დავარღვევთ ჩვენი პიცა მენტალური პრობლემები. მაშინ დოიაშვილი გაუშვა და დავასრულე. დოი მე ტერორისტი გაუშვათ. არასდროს არ ყოფილვარ ეთერების ტრფიალი, მე არ მიყვარს ეს საქმე მაინც და მაინც, მაგრამ დღეს ამ სტუდიაში ვარ, იმიტომ რომ გაუსაძლისია ჩემის აზრით ეს სიჩუმე და სიყრუე, რომელიც მოდის პროკურატურისგან. გაუსაძლისია ეს აბსურდული ჯარიმები, ამდენი ხალხის დაკავება და ნუ უკვე აღარაფერს ვამბობ ამ დროზე, რომელიც მართლა სახეთ იქცა ამ ყველაფერს. ამიტომ ვარ დღეს მე სტუდიაში, რა ვიცი, სხვა რის გამო უნდა ვიყო იმისთვის, რომ გავერთიანდეთ და ახალი ენერგიით, ახალი ძალით, ძალიან მშვიდობიანად რაც მნიშვნელობა აქვს. გავაკეთოთ ჩვენი საქმე. აქამდე თეატრი იყო გაჩერებული. ჩვენ უბრალოდ რაღაცა პროტესტის ფორმა ჰქონდა. დღეს თეატრი გადავიდა აქტიურ ფაზაში, რაც იყო ჩვენი манифеסטי და ნელ-ნელა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ასევე ჩემთვის შემოგვიერთდებიან სხვა თეატრები. კაი, დავუშვათ საქართველოში არსებული ყველა თეატრის შემოგიერთდა და რა ხდება მე? პერფორმანსი. არ არის პერფორმანსი. და შორის ძალიან კაი ვქენით, რომ ჩვენ რასაც ლაპარაკობდით, იმიტომ რომ დოიმ ძალიან მაგარი რამე დადო, არ გავაჟღერეთ ეთერში, იმიტომ რომ ისინი ისეთი იშვიათი დებილები არიან. კიდე კაი არ მივეცით. არ შეიძლება. არა, გადაგრძეთ ეგრე საოცარი. ვერ გააკეთებდნენ იმას, მაგრამ მაინც. მეგობრებო, მე მინდა გისხათ ერთი რამ. ძალიან მძლავრი იდეოლოგიური მანქანა, როგორც არის ტრილიონი რომ დევს და 2 და 3 ტრილიონი რო ტრიალებს ჰოლივუდი. არა მარტო ჰოლივუდი, არამედ მთელი კრეატიული კლასი ამერიკის იყო ტრამპის წინააღმდეგ. ჩვენ ეს ვიცით. რატო იყო ტრამპის წინააღმდეგ? ამიტომ ხედავთ. იმიტომ რომ იყო კომპრომეტირებული. და მიშამ ეს მეთოდოლოგია წამოიღო ამერიკიდან. კი ბატონო. ეგ არის ჩემი ფავორიტი თემა 90-იანებიდან ფავტედი იყო ძალიან ამბიციური და ისეთი ტიპი, რომელიც უდებდა ხელშეკრულებებს კაბალურს, ზოგს ესროდა, ზოგს ძალიან იურიდიულად ბოლომდე კედელთან მიამწყნევდა, მაგრამ ვერც ერთმა რო ვერ გაჭრა, ხო, ვერც როლამ და ვერც იურისპრუდენციამ, მერე დაიწყო პირდაპირ კომპრომეტირება და რას მეუნები 30 წლის განმავლობაში ტოპ სტარებს რო გუშინ რო არავინ არ არის და დღეს რო ის არის რა ქვია ნახევრად ღმერთი და ნახევრად ადამიანი ეგ რო გახდა ამაზე FBI-მ და CIA-მ არაფერი არ იცოდა მე ისე აღმოჩნდა რომ BlackRock-ის არსებულ კომპანიასთან მოუვიდა დავა ფავტედის და მაგიტო იმას ხო
ესე იგი კომპრომეტირებული იყო ყველა საერთოდ. ეგ მალე გაიგევა ძალიან. და ტრამპის არჩევნების წინ ჩვენ გვახსოვს კლინტ ისტვუდის გარდა ყველა მერილ სტრიპიდან დაწყებული ყველა დაეწყო ერთხმად და ეს რა 40-იანი წლები მეორდება იმაშიო ამერიკაშიო. ხო და ამიტომ ამ მანქანამ ვერაფერი ვერ ქნა, მე კვლევა ჩაატარეს და ეს იქ ვერ ქნა მართლა სადაც გავლენა აქ ვინ არის კვლევა ჩაატარეს სადაც კინოა ჯერ ერთი და სადაც ტელევიზია და შოუები და სადაც ტრენდები იქნება. ტრენდები იქნება და მე ჩაატარეს გამოკვლევა და უმრავლესობას ამერიკელებისას საერთოდ არ ანაღლებს მსახიობი ასაკს. რა ვიცი, დიდი მადლობა მეგობრებო, რომ გიყურეთ, ჩვენ ერთმანეთს ხო იქნება ხო წესით კი. კი ბატონო, ხვალამდე. მადლობა ყურადღებისთვის.